მოგესალმებით. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით თქვენთვის საინტერესო წყაროს. ეს არის, ესე იგი, დეტალური სახელმძღვანელო იუველირებისთვის. საუბარია იმაზე, თუ როგორ შევქმნათ სამკაულები კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნვისთვის, ანუ 21 ივნისიდან 22 ივლისამდე პერიოდისთვის. ვეცდებით გავიყოთ, როგორ შეიძლება აი ეს ასტროლოგიური მახასიათებლები, ემოციურობა, ინტუიცია, მთვარის გავლენა, როგორ გადმოვიტანოთ სამკაულში. ისე რომ თქვენთვის ეს იყოს არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ რაღაც პირადი თილისმასავით. დიახ, და აი წყარო ზუსტად მაგას უსვამს ხაზს, რომ მთავარი ამ ნიშნის, ესე ვთქვათ, კომპლექსური ბუნების გაგება. ანუ მისი ემოციური სამყარო, მართველი მთვარე, წყლის სტიქია, თვითონ კრაბის სიმბოლიკა. აი ეს ყველაფერი როგორ ვაქციოთ ხელშესახებ დიზაინად, რომელიც მართლა იმუშავებს, ხო, თქვენთვის. მოდით, საფუძველებით დავიწყოთ. წყარო ახსენებს კირჩხიბის მთავარ თვისებებს. ემოციური სიღრმე, მზრუნველობა, ერთგულება და ძალიან ძლიერი ინტუიცია. და რა თქმა უნდა, ის ცნობილი დამცავი ბუნება, კრაბის ბაქანი. მათი ემოციური სამყარო, როგორც ვიცით, ძალიან დინამიურია, ცვალებადი, აი როგორც ზღვის მოქცევა. ხო, და აი ამ ცვალებადობის ასტროლოგიური მიზეზი, როგორც წყარო ამბობს, მართველი მთვარეა. მთვარე შრომ ემოციებს განაგებს, ქვეცნობიერს, ინტუიციას. და მთვარის ფაზები პირდაპირ მოქმედებს კირჩხიბის განწყობაზე. პლუს წყლის ნიშანია, ანუ გრძნობელობა, ხანკურნება. ეს თემები სულ აქ არის. სხვათა შორის, წყარო ახსენებს კარდინალურ მოდალობასაც, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინიციატივის უნარი, ოღონდ ხშირად ეს ემოციურ დონეზე ვლინდება. აი ეს კრაბის სიმბოლიკა მართლა საინტერესოა დიზაინისთვის, არა? მყარი გარსი და რბილი შიგთავსი. ეს ხომ პირდაპირ ასახავს კირჩხების ხასიათს. გარეგნულად თითქოს დაცულია, შიგნით კი ძალიან გრძნობიერე. როგორ გადმოვცეთ ეს სამკაულში? რას გვთავაზობს წყარო? რამდენიმე გზას გვთავაზობს, მაგალითად, დიზაინში შეიძლება იყოს რაღაც მყარი, დამცავი ელემენტები, თქვათ, სქელი ჩარჩოები, მაგრამ ამავდროულად შეგრძნება უნდა იყოს სასიამოვნო. გლუვი ზედაპირები, მომრგვალებული ფორმები, ან თუნდაც მარგალიტივი თქვები. ანუ სამკაული შეიძლება იყოს ერთგვარი, ფარი, მაგრამ კომფორტული და დამამშვიდებელი. გასაგებია, ესთეტიკაზე გადავიდეთ, ფერები, ლითონები. წყარო უფრო რბილ პასტელურ ტონებზე აკეთებს აქცენტს, ხო? დიახ, ძირითადად მთვარის და წყალის ფერებია. ვერცხლისფერი, კრემისფერი, თეთრი, ღიაცისფერი, ზღვისფერი მწვანე, ფირუზი. მაგრამ აი აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რასაც წყარო უსვამს ხაზს. წითელი ფერი. განსაკუთრებით ლალი. ამბობენ, რომ ეს ამატებს მზის ელემენტს, ანუ აბალანსებს მთვარის ემოციურ გავლენას და მეტგამბედაობას მატებს კირჩხიბს. ლითონებიდან კი, რა თქმა უნდა, ვერცხლი და თეთრი ოქროა ფავორიტი მთვარესთან კავშირის გამო. თუმცა ყვითელი ოქროც გამოიყენება განსაკუთრებით თბილი ფერის ქვებისთვის, ან თუ ნივთსრამე სენტიმენტალური დატვირთვა აქვს. და ქვები. როგორც ჩანს, აქ ქვები უბრალოდ დეკორაცია არ არის. წყარო მათ როგორც ემოციურ ინსტრუმენტებს ისე განიხილავს. ზუსტად, აქცენტი კეთდება ემოციურ ბალანსზე, ინტუიციაზე, დაცვასა და სიმშვიდეზე. ლალი, როგორც თქვით, გამბედაობისთვისაა, რომ კირჩხები ცოტა გამოვიდეს ბაქნიდან. მარგალიტი, ეს კლასიკაა, სიწმინდე, სიმშვიდე, ემოციური განკურნება. მთვარის ქვა კი პირდაპირ ინტუიციასა და ემოციურ ბალანსს უკავშირდება. წყარო სხვა ქვებსაც ახსენებს, ხო? სასარგებლო ქვებს. კი, მაგალითად. კარნელიანი მოტივაციისთვის, ზურმუხტი ზრდისთვის, ჰარმონიუსთვის, აკვამარინი სიმშვიდისთვის, შავი ონიქსი ან შავი ტურმალინი კიდევ. დაცვისთვის არის კარგი. და სახელმძღვანელო იმასაც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ქვის არჩევა, არამედ როგორ არის ის დიზაინში ჩასმული, როგორ არის დამუშავებული, როგორ ეხება კანს. ეს ყველაფერი აძლიერებს მის ენერგეტიკას. ანუ სამკაული ხდება ერთგვარი თვითმოვლის ფორმა. საინტერესო მიდგომაა. დიზაინის შთაგონებაზე რას გვეუბნება წყარო? ალბათ ბუნებრივი მოტივები დომინირებს. რა თქმა უნდა, კრაბის ფორმები, მთვარის ფაზები, ტალღები, წყლის სიმბოლოები, ეს ყველაფერი აქტუალურია.
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სენტიმენტალური თემები, რაც კიჩხიბისთვის ძალიან ახლობელია. ვთქვათ, პერსონალური გრავირება ან ოჯახის წევრების შესაბამისი ქვების გამოყენება, დედაშვილის მოტივი, გულის ფორმები, დამცავი სიმბოლოებიც კი. სტილი შეიძლება იყოს სულ მინიმალისტური ან პირიქით, კლასიკური. მთავარია ის ბალანსი, დაცულობა და სინაზე იგრძნობოდეს. მაშასე, რომ შევაჯამოთ თქვენთვის მთავარი აზრი. კირჩხიბისთვის სამკაულის შექმნა მოითხოვს მისი შინადანი სამყაროს, აი იმ ემოციური სიღრმის, მთვარესთან კავშირის და კომფორტის მოთხოვნილების გააზრებას. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ნივთი. ეს არის პირაბი, ემოციურად დამუხტული თილისმა, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობას ასახავს და მხარს უჭერს. და ბოლოს, ერთი საფიქრალი თქვენთვის. წყარო ახსენებს კირჩხიბის ზრდისა და ტრანსფორმაციის გზას. ხო და როგორ შეიძლება სამკაულმა ასახოს არაუბრალოდ სტატიკური მდგომარეობა, არამედ ეს მუდმივი პირადი განვითარება. იქნებ ისეთი დიზაინები, რომლებსაც დროთა განმავლობაში შეიძლება რამე დაემატოს ან შეიცვალოს. აი მაგალითად სამაჯურები, რომელზეც თილისმებს ამატებენ ცხოვრების ახალი ეტაპების აღსანიშნავად. აი ამაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით და ჩაუღრმავდით ამ საინტერესო თემას.